რატომ არის ნიშანდობლივი ბოლშევიკების ეს რუსეთის იმპერია თავისი სხვადასხვა ფორმაციის პერიოდში აი საქართველოს დამოუკიდებლობას სხვადასხვა ანუ ერთ იგივე შინაარსით ებრძვის. ის ამბობდა პირველ რესპუბლიკაზე რას ამბობდნენ, რომ მათ იდეოლოგიური ბაზა იყო ის, რომ ეს ელიტარული პროექტი იყო, რაც უმცირესობამ შექმნაო პირველი რესპუბლიკა. ხო, აი პარტიებმა თურმე და ხალხის ქართულობა არ იყო, როცა ხალხის არჩეული იყო და მთელი ხელისუფლება ეკუთვნოდა ეს. აი ჩვენო გვაქვს ჩვენი ხელისუფლება არისო, რომ საოკუპაციო ხელისუფლებაზე ამბობენ, მაგრამ ხალხის ნები დაფუძნებულია. იქ 500 კაცმა რომ მოიწვია იმას ეძახიან ესეთი ხალხის ნებას. ახლა დიდი ხნის წინ ნახე ესეთი დამაინტერესა პოლიტიკურ სისტემებს ვიკლებდი, აი რუსებს რა შეხედულება აქვს მასთან დაკავშირებით და მათი მეცნიერება და აკადემიის ენციკლოპედია ჩამივარდათ. და აი საქართველოზე რას წერან მეტყვი და აი პირველ რესპუბლიკაზე რას ამბობენ. ოკუპაცია იყო როგორ შემოვიდა წერია ის ფორმა, რომელსაც ალბათ აქაც აპირებენ რომ გამოიყენოთ, აქ დაუვიდა და კანდიდატები ჩვენ ხალხმა საზოგადოებამ მოგიწვიაო და შევიყვანეთო ჯარებიო უსაფრთხოების მიზნით. ეს ნარატივები ეხლა გრძელდება. რუსთან არაფერი არ იცვლება, რუსეთის იმპერიასთან შინაარსი არის იგივე, ფორმები იცვლება ალბათ. შესაბამისად, მათ რა თქმა უნდა, ეს ხალხის ნება, რომლის პრეტენზია ჰქონდათ, რომელიც მარგინალიზებაც იყო სინამდვილეს საბჭოთა კავშირი, ეს იყო ფარსი. მათ ზუსტად ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ეს იყო უმცირესობის ტოტალიტარული მმართველობა უმრავლესობას.